ახლა ვნახოთ ჩვენივე ტერიტორიაზე როგორ ზრუნავს საქართველოს მთავრობა ჯარისკაცებზე. ერთ კონკრეტულ მაგალითს გიჩვენებთ. 11 სულიანი ოჯახი, სადაც 9 შვილიდან 3 ჯარისკაცია. გასულ წელს მათ პატარა სახლში მოულოდნელად კამერების თანდასწრებით, თანაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მივიდა და საზეიმო ვითარებაში მათ ახალი ბინის გასაღები გადასცა. დავით მორჩა. გასაღების იქით საქმე არც წასულა. მას შემდეგ ოჯახმა არაერთხელ მოიკითხა ახალი საცხოვრებლის ამბავი, მაგრამ სულტყუილად. ამასობაში მინისტრიც გამოიცვალა და ზარზეიმით ნაჩუქარი ბინის ისტორიაც ყველამ დაივიწყა. თავად ოჯახის და მათი ყველაზე პატარა წევრის გარდა, რომელიც დღემდე ხატავს ახალ სახლს და დღემდე ელოდება იქ გადასვლას. ეხლა მე თქვენ გასაღებს განახებთ, რომელიც გადმოგცა თავდაცვის მინისტრმა. ერთი წელი ხდება რომ ამ გასაღებს ჩვენ ვერ ვიყენებთ. რუსიტაშვილების ოჯახი ამ გასაღებს მე-10 თვეა ინახავს. გასულ წელს სარვამარტოდ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ოჯახს სიურპრიზი გაუკეთა და საჩუქრად ბინა გადასცა. თუმცა სახლის ნაცვლად ბოლოს გასაღები, კონვერტი წარწერით სახლი და პატარა ფურცელზე მიწერილი მისამართი დარჩათ. მინისტრი გსუხლით ბინას. არქივი ინახავს კადრებს 2016 წელს, როგორ მივიდა თინათინ ხიდაშელი კამერების თანხლებით რუსიტაშვილების 9 შვილიან ოჯახში. 3 ძმა სამხედრო მოსამსახურეა, უფროსი 2008 წლის ომის მონაწილეა. 20 წელია ნაქირავებში ცხოვრობენ და საკუთარი ბინა მათი დიდი ხნის ოცნებაა. და თინამბოს სახლი გადმოგცა. რო გენახათ ბავშვების სიხარული არ ვიცი რა ის საოცრება. ოცნდნენ ეფერებოდნენ ერთმანეთს ეხუტებოდნენ. მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თინას. კანკალებს ისე ვლაპარაკობ აი. ოჯახის დიასახლისი მაშინ სიხარულისგან ტიროდა, ახლა მწუხარების ცრევლებს ვეღარ იკავებს. სახლში გასაღების გადაცემის შემდეგ სამხედრო ქალაქში წაიყვანეს, ბინაც აჩვენეს და უთხრეს, რომ დოკუმენტაციის გასაფორმებლად დაურეკავდნენ. თუმცა შემდეგ საჩუქარი აღარ გაუფორმეს. მინისტრის სურპრიზი თითქმის ყველა ტელევიზიამ გააშუქა. ბინას არ ვამარტო საჩუქრად რუსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს თავდაცვის მინისტრმა სახლის გასაღები გადასცა. 2 კვირა ტრიალებდა თავდაცვის სამინისტროს მთავარ ვებგვერდზე. ოჯახმა ვიდეო სამახსოვროდ გადმოიწერა, ახლა კი ეს კადრები მათთვის ერთადერთი მტკიცებულებაა, რომ ბინა ნამდვილად გადასცეს. იმ დღიდან მოყოლებული ხვდები, ერთ შევხვდი მოხსნეს, მეორეს შევხვდი მოხსნეს, მესამე შევხვდი მოხსნეს ისიც. მერე ბოლო-ბოლო ბუთხუზი შემხვდა. ბუთხუზი არის იზორიას მოადგილე. გადაირეკეს, გადმორეკეს, ეკონომიკის სამინისტროშიც გადარეკეს და არაო რა საბუთი, საბუთი. საერთოდ არაფერი არ არის გაფორმებული. აგერ ველოდები უკვე იანვარი მთავრდება, პასუხი არაფერი. საპირველო აპრილოს ხუმრობა ხო არ იყო რა. ალბათ დაცინვა, სხვა მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ ბავშვები სამხელა ემოცია. ჩვენ ბინა არ მოგითხოვია. ბინა სად არის? რომ მოგწეს სად არის? ნიკო იძახის ხოლმე რომ დედა ის სახლი სად არის? დოკუმენტაციის გარეშე ბინაში შეჭრას არ აპირებენ. უფროსი შვილი ქართლოსი ახლა ავღანეთში მსახურობს. გიორგი უკრაინაში იბრძვის. მიხეილი, ხათუნა, ვალენტინა, როსტომი, მარიამი, ალექსანდრე და ნინო მშობლებთან ერთად 2 ოთახს ინაწილებენ. აქ 3 წვანი, ერთი გოგონები იქეთ. მადრესებს შლით დაბლა. ხო შეიძლება ვინმე მან თავრობალანიმე თქვას რომ აი მოდი ამ ოჯახს დავეხმარო. რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ აი? ამ კედლებს ვრეცხავთ ხოლმე. სოკო არის, აი ცხოვრობთ 9 შვილიანი ოჯახი. ჩამოიშალა შპალიერები ქონდათ. იყო გაკრული ვარა სისვლის გამო სულ ჩამოვართ. გიო, როგორ ახარ გიო? გიო, როგორ ახარ? ნათლისღებას გილოცავთ დედი. უკრაინიდან გიორგი რეკავს და ისტორიას უფრო ვცლად გვიყვება. მალევე საოპერაციო გამისცა საყოველთაოს მიმართე უარი მომივიდა. მე სასახლეობდი მეგობრებმა მაგაზე ლალიგეთეს და თავდაცვის სამინისტროში ჩაიტანეს სხვანაირად და ვითომ მე ოფშაკი ავკრიფე, რომელიც მოხდა რეაგირება 2 ოფიცერი გაუშვეს შემოданებიდან. თავისუფალმა ზონამ გაავრცელა რომ მე ნახდა თქონა თვალებზე პრობლემა და ჯარისკაცებმა ფული აუკრიფეს და აი ესე გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ, ხო? მაგაზე ვიღაცებმა ნაციონალი ხარო რა ეს რაღაცები წამოვიდა რომ არც პოლიტიკურ პრობლემებს არ მივეკუთვნები, მე ვარ ჯარისკაცი. ამის შემდეგ გადასცეს გასაღები, თუმცა ახლა აღარ იცის რას დაუკავშიროს წართმეული საჩუქარი. უკრაინაში ბრძოლას, წარსულში გაუგებრობას თუ რამე სხვა მიზეზს, პასუხი არ აქვს. Აცი დღე გავიდა, ერთ თვე გავიდა, თვენახევარი გავიდა, პასუხი აღარ მოსულა და ჩემებიო მივიდნენ. უთხრესო რა ბინა, რის ბინაო, რა იმასთენსო, არავის არ ფინა გადმოუცია, თუ ეს მხოლოდ გათამაშება იყო.
და ამასობაში უკვე წამოსული ვიყავი უკრაინაში. დღესაც ჩემ ქვეყანას მსახურები აქ დღესაც. აი საერთოდ ერიყვავს ჩვენ ოკუპანტი. დღესაც საოპერაციო მაქვს თვალები, რა თუ შეიძლება გაინტერესებს. თავის დროზე ყურადღება რომ მოექციათ, მე დღეს ფედერობა არ დამაგდებოდა. ესეთი რაღაცები ხდება. იმ თავდაცვის ის შეერულ ძალებში გინდა. და სატკენი არის რა. საქართველოს 9 სულთის დედაჩემი სამი სამხედრო ყავს და მეოთხე სამხედრო ისება. ესეთ რაღაცას არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება თუ ეს თავდაცვის რთულ წარმოგენილია სინემე. და ამათი ნერვულობას მე პირადად ვფიქრდები რომ არავის არ ვაპატიებ. არავის არ ვემუქრები მე. არავის არ. უბრალოდ კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. გიორგი პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს და ითხოვს რომ ეს საქმე გამოიძიონ. აი შეგვიძლია ბინა და უარი გითხეს, აი ეგ არის გახარება და მე მოთხოვება და როდესაც ჩვენ გადმოგცეს ბინა, გამიგეთ და მე წაგვართის თქვი, აქ სხვა საკითხი არის. პირადად ვაკისრებ თავდაცვის სამინისტროს, რომ უზრუნველყოფა არ გააკეთა ამაზე, არ გამოიძია, არ გაარკვია და რა მოხდა დღემდე არ არიან დაინტერესებულები. დამნაშავე დაისაჯოს. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მივედით, სადაც რუსიტაშვილების ბინა უნდა ყოფილიყო. ახლა კარი დაკეტილია თავდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ეს ბინა გასანაწილებელ სიაშია და უახლოეს მომავალში სხვა ოჯახი მიიღებს. მეზობლად რემონტს აკეთებენ. ამ ოჯახმაც მარტში მიიღო ბინა და არც გადაფორმების პრობლემა შექმნიათ. ყველგან გასაღები გადაცეს და მე რამოდენიმე ხნის შემდეგ მე გავაფორმეს. თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ კონტრაქტორი ჯარისკაცების წინაშე აქვს ბინის გადაცემის ვალდებულება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, მან გადაწყვიტა კრიტერიუმები შეეცვალა და სხვა ოჯახებიც დაესაჩუქრებინა. თუმცა ამბობს, რომ გადაფორმება ნაწილ-ნაწილ ხდებოდა და პროცედურის გამო ვერ მოასწრო. მინისტრის აქტით განპირობნება ხდება ბინების, მერე უკვე იწყება ეს სამართლებრივი პროცედურა. კიდევ არის შუალედური ეტაპი, როცა მთავრობაზე გადის დასამტკიცებლად. მარტო ყოველთვის ესე იყო, რომ ვაგროვებდით 300-400 ბინას. მათ რამდენჯერმე მოგმართეს ჩვენ და ავხსენით, რომ სწორედ აი ეს რაც მე უკვე გითხარით, რომ ერთიანად მოხდებოდა რამდენიმე ასეული ბინის დამტკიცება. მან არ არსებობს არც ერთი მიზეზი გარდა იმისა, რომ უბრალოდ მას აღარ აძლევენ ბინას, ისე როგორც ბევრ კიდევ ერთხელ ვამბობ, სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის აგვისტოს ომის ტყვეს უარი უთხრეს იმ ბინის გადაცემაზე. თავდაცვის სამინისტროში კი გვაჩვენებენ ორ წერილს, რომელიც ხიდაშელის მინისტრობის დროს გაგზავნა ოჯახმა დაკანონების თხოვნით. გვეუბნებიან, რომ წინა მინისტრს უნდა გაეფორმებინა და ახლა ბინის გაცემის სამართლებრივი საფუძველი აღარ აქვთ. განცხადებები დაიწერა, განცხადებებს მოყოლიყო შემდგომში სამართლებრივი რეაგირება, რაც არ ყოფილა მესამე თემეულით. ვისი ბრალია ეს? ვისი ბრალია? ეს ვერ გეტყვით ახლა ვისი ბრალია. რასაკეთებთ იმისთვის, რომ გაიგოთ ვისი ბრალია? გამოიძიეთ საერთოდ ეს საქმე, დაინტერესდით რა მოხდა, იმიტომ რომ ოჯახები დარჩნენ მართლა გაწმილებულები. და მესმის აბსოლუტურად თუმცა ეს პროცედურები რატომ არ მივიდა ბოლომდე იყო მისი ასე თქვა წინახელმძღვანელობის ნება. ამაში რამე უკანონო კანონდარღვევა და ასე თქვა რამე ვალდებულების დარღვევას მაინც ჩვენ ვხედავთ სავალდებულო ხასიათის ნორმა, რომლითაც ეს ბინები აუცილებლად უნდა გადაცემოდა აპრიორად ამ ოჯახს, ესეთი ვალდებულება არ ყოფილა. სამხედრო უწყებაში პასუხობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ წინა მინისტრის კეთილი ნება იყო და ახალი მინისტრის კეთილი ნება ჯერ არ გამხდარა. შიდა გაურკვევლობამ, კონკრეტული ადამიანის შეცდომამ ან უყურადღებობამ მრავალშვილიანი ოჯახი ნაჩუქარი ბინის გარეშე დატოვა. რაც მთავარია, აქამდე არავის უფიქრია ამ უხერხული სიტუაციის გამოძიება ან გამოსწორება. რუსიტაშვილებისთვის კი ბინა ისევ აუხდენელ ოცნებად რჩება. ყველაზე უმცროსი ნინო კი თავის ნატურას ყოველდღე ხატავს. ყველაზე ძალიან მეყვარს სახლის დახატვა. სახლი მინდა და იმ გამოუსადეგარ გასაღებს მაინც ინახავენ. თუმცა ეს სუვენირი მათ ოჯახს მხოლოდ იმედგაცრუებას და მწუხარებით შეცვლილ სიხარულს ახსენებს. ამ კიბნეული სიუჟეტის ავტორი გვანცა სუთიძეა ჩემთან ერთად სტუდიაში. გვანცა მაყურებელმა მოისმინა ყოფილი მინისტრისგან თინა ხიდაშელისგან, რომ ეს ერთ-ერთი შემთხვევაა და არა ერთადერთი, რაც ნიშნავს, რომ